შეიხები ჩამოვლენ, ეხლა ფონიჭალაში, შეიხები კი არა, ვინც ჩამოიყვანეთ უკვე. სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან, თურქეთიდან, სუდანიდან ვინც 10%-ია უკვე ამ ჩვენი ქვეყნის. ვინც კურიერებად მუშაობენ, უკვე მუშაობენ ტაქსისტებად, ვინც მშენებლებად მუშაობენ. აი ზუსტად მაგ ხალხს ჩამოიყვანთ, კაცო. ვინც 14 წლის განმავლობაში ჩამოიყვანეთ და დაასახლეთ თქვენს მიერ აშენებულ ბინებში. აი სწორედ მაგაძე გაქვთ გათვლა. აბა ვის, აბა მეტი ვინ ჩამოვა, კაცო. ახალი ზელანდიელი ჩამოვა ეხლა ბინაში, თუ ნორვეგიიდან ჩამოვა ეხლა ვიღაცა აქ და საქართველოში იცხოვრებს. მაგათანაც პრობლემა მაქვს, კაცო. თუმცა ნორვეგიელს და არაბს ყოფ, აი მე პირადად ნორვეგიელთან ჩასახლებების კუთხით ნაკლებად პრობლემა მაქვს მიუხედავად იმისა, რომ მითხრას, აი შესადარებლად რომელია უფრო წვავე ცხადია, კაცო, სხვა რელიგიის, სხვა კულტურის, საერთოდ სხვა მსხვერპლობის ადამიანის აკომპაქტურად ჩასახლება არის ეროვნული მასშტაბის პრობლემა.